პრობლემაზე ვსაუბრობ იმ მხრივ, რომ დღეს ქართველების ხელით ხდება საქართველოს თავისუფლების დადგმვის მცდელობა, რაც ართულებს სიტუაციას. და გაცილებით უფრო ტკივილიანია ეს განსაცდელად და აღსაქმელად, ვიდრე ის, რაც ჩაიდინა როდიონოვმა. ახლა რაც შეეხება უცხოს, რომ გონია, რომ რაღაცას მიაგნეს ისეთ სიბრძნეს და უცხო ძალა იყო. ძალიან დიდი ბოდიშით, მაგრამ როგორ იყო უცხო ძალა? საბჭოთა კავშირის შეერაღებული ძალები შემოვიდა და ჩვენ საბჭოს და მოქალაქეები ვიყავით მაშინ. ანუ ჩვენივე სახელმწიფო ასე აღიქმებოდა, ხო? 1999 წელია. ანუ საქართველო არის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და შემოვიდა საბჭოთა ჯარები ჩვენთან. ანუ ჩვენ მაშინ რეჟიმის წინა, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ვიყავთ. უცხო ძალა იქნებოდა მაშინ, რომ ბრიტანელები შემოსულიყვნენ, ან ვიღაცა სხვა შემოსულიყო. მოძებნეს გამოსავალი, რომ უცხო ძალა და ანალოგია გააკეთეს ეხლა ამ უცხო ძალასთან, რომელიც ფორმალური თვალსაზრისითაც კი არასწორი ტერმინი. რასაკვირველია, აბსოლუტურად შინაარსობრივადაც და ამ უცხოს ხმარებას ხო ძალიან კონკრეტული ამოცანა აქვს. სრული პირდაპირ კონოტაცია მოხდეს და კავშირი deep state-თან და იმ ნარატივთან, რომელზეც ხალხს თავში უდევს. ძალიან დიდი სიბრიყვა გამოუვიდათ, მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო ამასთან დაკავშირებით. ხო, ხანდახან მათი მრჩევლებიც როგორც ჩანს ვერ არის ანთლად მოწოდების სიმაღლეზე, დეзинფორმაციის თუ პროპაგანდის დარგში როგორ ქვია, მას არ ვიცი. მე კიდევ ერთი რამ, ეხა როჯანოვთან მშობლების შედარება, რომლებიც იქ ისხდნენ 9 აპრილის მემორიალთან. ეს ხო ისეთი სიმდაბლეა, რომ არც კი შეიძლება, რომ კომენტარი გააკეთო ამაზე. განსხვავება სრულიად მართებულად აღნიშნეთ, გიორგი. მე მახსენდება ირაკლი მენაღარიშვილი. როგორი ემპათია ჰქონდა ამ ადამიანს. არ გამოდიოდა სავადმყოფოდან, სადაც დაზარალებულები, მოწამლულები იყვნენ. ბრიფინგი არ ყოველდღე ინფორმაციას გვაწვდიდა. როგორ იბრძოდა ეს იმიური შემადგენლობა იმ მომწამლებს ქართული ექიმებისა და სპეციალისტების დამსახურებაა საერთოდ. და მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის, რომელიც იბრძოდა იმისთვის, რომ ცნობილი გამხდარიყო შემადგენლობა, რომ ნორმალური მკურნალობა დანიშნულიყო. შოთა გორგოძე, შინაგან საქმეთა მინისტრი. აი ისიც კი როგორი დიდბუნებოვანი აღმოჩნდა საბჭოთა მილიცია ხარებასთან შედარებით. და ისე როჯონოვი უცხო ძალა კი არა, დაახლოებით ხარება იყო გლობალურ მასშტაბში, აი ესე რო წარმოვიდგინოთ რა. შემდეგ თავდაცვის მინისტრი გახდა. ხო, და შემდეგ თავდაცვის მინისტრი გახდა. ასე რომ ესენი მე დარწმუნებული ვარ, რომ თავის პროპაგანდაში საბოლოოდ თვითონ გაიხლართებიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ. მაგრამ ახლა მოდით სხვა რამეს შევხედოთ. მე აი ძალიან დიდი ინტერესით უსმენდი ნათიას, მან ჰქონდა ძალიან საინტერესო ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რა განცდები იწვევს ახლა ეს საპროტესტო აქციები, როგორია დამოკიდებულება, როგორი ამაზე რეფლექსია, ვინც მონაწილეობს, მათი, ვინც არ მონაწილეობს და ასე შემდეგ. სრულიად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ არ არის საჭირო ჩვენ ვიზრუნოთ იმაზე და დრო დავკარგოთ, რომ კიდევ მეტი ადამიანი შემოვიერთოთ. ის, ვინც ეხლა ვერ ხედავს, ვერ ამჩნევს და ვერ აღიქვამს რა ხდება მის სახელმწიფოს თავს, მის თავს, მისი შვილების მომავლის თავს, მე მგონია, რომ აზრი არ აქვს. ამაზე დროის კარგვას და აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ვირტუალურ სივრცეში შექმნილი შტაბ-შტილებები არ ასახავს რეალობას. ძალიან სასაცილოა ეს უნდა ვთქვა. როგორც ჩანს, ინსტრუქტორის ჩავარდნა მოუვიდათ, ნანა მახარაძე დროშით რომელიც იდგა, იყო ორი ფოტო, 36 წლის წინანდელი, ის ცნობილი ძალიან სიმბოლური ფოტო და მეორე ამ 9 აპრილს გადაღებული და ქოც ტროლები იყვნენ სრულიად სასოწარკვეთილები, რომ
როგორ ბედავ შედარებას საერთოდო. ანუ არ იცოდნენ, რომ ეს ერთი და იმავე ადამიანზე იყო საუბარი და ნუ მართლა სერიოზული პრობლემა ქონდათ. აი ხა, ხომ არ შეიძლება რომ ასეთებთან დრო დავხარჯოთ იმაზე, რომ აი არა და აუხსნა. აზრი არა აქვს, ეს არ იქნება შედეგის მომტანი და საერთოდ ისტორიულად საქართველოშიც და არა მარტო ყოველთვის გამარჯვება და პროგრესი მოაქვს პასიონარულ უმცირესობას. ეს არის ძალიან ცნობილი ამბავი. უმრავლესობა არასოდეს არ მონაწილეობს ყველა პროცესში, როგორც არ უნდა გვინდოდეს ეს. მე ვთვლი, რომ საქართველოში ამჟამად არის სრულიად საკმარისი რაოდენობის მუხტი და განწყობა საპროტესტო, რომელსაც შეუძლია ცვლილებების მოტანა. ოღონდ რატომ შედგა ეს 9 აპრილი და რატომ იყო აი ნათიამ ნაწილობრივ თქვა და მეც დავეთანხმები, რატომ იყო ემოციურად აღქმა იმისი, რომ რაღაც გამარჯვების მომენტი იყო. იმიტომ რომ ყველაფერი იყო თითქოს პროტესტის ფორმა იყო სტრუქტურირებული. ადამიანებმა იცოდნენ, რის მერე რა მოხდებოდა, რა მიზანს ემსახურებოდა იმ დღის შეკრება და რა არ უნდა, რა იქნებოდა გამარჯვებად. აღქმული. ეს ყველაფერი შედგა. შედგა და როდესაც აი ესეთი ფორმა სტრუქტურირებული მიიღო აი ამ პროტესტმა, ჩვენ დავინახეთ შედეგიც, ადამიანების განწყობაც ემოციური გაცილებით უფრო ოპტიმისტური, ვიდრე დაუშვათ წინა დღეებში და ამიტომ ბევრი რამ არ არის შესაძლებელი. პროტესტ ნამდვილად სჭირდება ტრანსფორმაცია, უბრალოდ სჭირდება თუ როგორ აი სწორად აღნიშნა ნათიამ, პატარა მიზნები უნდა დავისახოთ ყოველდღიურად და ამ პატარა მიზნებით მიღწეული გამარჯვება ჩვენ მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე. ეს არის ჩემი აზრით ფორმულა, რომლითაც ჩვენ უნდა ვიაროთ და ამიტომ ახლა სამწუხაროდ ერთი რაც გვაკლია ამ წუთში. ეს არის და პირიქით რაც მძლავრობს უბრალოდ ჩვენში ეს არის პასუხისმგებლობის აღების შიში და აი ეს შიში უნდა დაძლიონ პოლიტიკოსებმაც, პროტესტის მონაწილეებმაც, აბსოლუტურად ყველამ. პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთოთ თითოეულმა ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში და ლიდერებმა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, რაც განსხვავებულია.